სტომატოლოგიაზე 40 წლის ზევით და ეს ბიზნეს კბილი ხო რაღაცნაირად ასოცირდება ასაკთან. მე ჯერ არა მომსვლია ორი. მეც არა მომსვლია ქვედა კბილები. ბოდიში ჩემ მაგალითზე ვყვები, მაგრამ მაინტერესებს, იმიტომ რომ თან კბილის დარღვევის მეშინია რეალურად ქვედა ყბაზე და აღარ ამოვა თუ ამოვა და დამერღვევა. ეს ძალიან ძნელი ამისი ესე განსაზღვრა. აუცილებლად უნდა მოხდეს რენტგენოლოგიური დიაგნოსტიკა. უნდა გადაიღოთ ორთოპანტომოგრამა, ესეთი მთლიანი დიდი სურათი და გამოჩნდება. შეიძლება ეს სიბრძნის კბილები არის ვარიანტი, რომ საერთოდ არ არის, ჩანასახლიც კი არ არსებობს სიბრძნის კბილების და ეს იქნება ყველაზე კარგი გამოსავალი. მეორე ვარიანტი, უბრალოდ ადგილი არ იყო და ეს კბილები დააწვა, ან ჩანასახი თავიდანვე იყო არასწორად მოთავსებული და ვერასდროს ვერ ამოვა. ის მუდმივად აწובה თქვენ ყველა დანარჩენს. მაგრამ საჭიროა ძირითადად ვისაც ამოძდეთ წვალობენ მე რა. სიბრძნის კბილს ზოგადად საჭიროებას არ წარმოადგენს. წოლიარე მით უმეტეს, ხო? წოლიარე უნდა ამოიღოთ, ხო. მე ზედები ასე მე მიწევს. აი ესე ამოუსვლელად ჩანასახშივე ხდება ამოღება ამ კბილების. ცოტა ეს აუცილებელია. ძალიან სასიამოვნოა თქო ვერ ვიტყვი, მაგრამ წევს და ძინავს, იძინოს. არა, აწובה. აი საწოვა. რა თქმა უნდა. ხო. მე მგონი გახსოვს. ხოში ამოიღო. სასურველია რომ ამოიღოთ, მაგრამ თუ ისე ღრმად არის მოთავსებული, რომ ამის ამოღება იმხელა ტრამვასთან არის დაკავშირებული, შეიძლება აი ეს რისკ ფაქტორები არის წინასწარ გასათვალ. შეიძლება ჯობია რომ დატოვოთ და საერთოდ დატოვოთ. ოპერაცია შეულებრივი ქირურგიული ეგ. თავის გაჭრით ნაკერები ყველა. დიახ. და რო დატოვებ დავუშვათ მე რაღაცა გამიგრე შეიძლება მე რაღაცა მოხდეს შეიძლება დროთა განმავლობაში ის აწובה მეშვიდე კბილს დააზიანოს ფიზიკურად ამდენმა ზეწოლმა მეშვიდე კბილი დააზიანოს ამ ჭიდროებს მთლიანად კბილთა რკალას მოხდეს ცოტა არევა ამ კბილთა რკალის დროთა განმავლობაში და ეს არის პაციენტს უნდა აუხსნათ ხო ყველაფერი პაციენტმა უნდა იყოს ინფორმირებული ყველაფრის შესახებ თვითონ უნდა განსაზღვროს გიძახის რომ აი იმის ამოღებას მირჩევნია რომ საერთოდ დავტოვოთ და ნუ არ არის პრობლემა მოდის კონსულტაციაზე 6 თვეში ერთხელ და უყურებთ განსაზღვრავთ თუ გახდა აუცილებელი მე ვიღებ აი ეხლა საგრიმეორში ჩვენი საუბარი გამახსენდა მეთქი ზოგჯერ არის, როდესაც ყველაფერი წესრიგშია ჩაწიკწიკებული და ერთი ოხერი კბილი არის არასწორად ხოლმე მოთავსებული. ხო. ამ შემთხვევაში პაციენტი ფიქრობს ხოლმე, აი რატო ეხა 32-ვე კბილზე ან ბრეკეტი გავიკეთო, ან რაღაცა ჩარო, როცა ერთი კბილი მაწუხებს. შესაძლებელია თუ არა ინდივიდუალურად ერთ კბილზე რაღაცა ისეთი ერთ კბილზე ბრეკეტი აკეთება. ანუ ორთოდონტიული კორექცია ამ დროს ძალიან რთულია. ერთ კბილზე მინიმუმ როგორც წესი ყველა პაციენტს სჭირდება ორივე ყბაზე ბრეკეტების გაკეთება. არა ერთ ყბაზე, აი ორივე ყბაზე. ეს 95%-ში და უფრო მეტში საჭიროა ორივე ყბაზე. ანუ თქვენ რომ ერთ ყბას, ერთ რკალს ფორმა შეუცვალეთ, ის მეორე რკალი ხო დარჩა იგივე მდგომარეობაში, რაც მანამდე იყო. თქვენ შეიძლება უარესად არიოთ კონტაქტები და უფრო მეტი დროთა განმავლობაში პრობლემა გამოიწვიოთ, ვიდრე იმ ერთი კბილი ის ვიზუალი. ამიტომ და გადაწყვეტეთ. ეხლა კიდე რა გამახსენდა, იცით, ადრე ვიდრე ორთოდონტი ასე განვითარდებოდა. კბილებს იგიყურავთ? ნაჩუქარ ცხენს კბილებს არ უმოწმებენო. იყო ასეთი მეთოდი, ესეთი ცნობილი ქალები მიმართავდნენ ხოლმე. ისვავდნენ კბილებს ასაკთან ერთად ცოტა მაღალი დგომით, ცოტა წინ წამოწევით და ამით ერაზეც ლიფტინგი ტუჩის. ხო, ხდებოდა გადაჭიმვა, ცოტა აი ამ ნაწილის გადიდება ტუჩის, ნაოჭების მოცილება, ცოტა ზევით აწევა. ეს ეფექტია აი ამ ბრეკეტებს. ეხა თუ თქვათ წყობა გაქვთ ნორმალური, მაგრამ აი ასაკის გამო მოხდა ზედა ტუჩის ჩამოწევა და არ მოგწონთ როგორ ჩანს თქვენი კბილები. ზუსტად ერთ ცნობად სახეს შევამჩნი ამ ბოლო პერიოდში, რომ გაიკეთა წინა ორი კბილი. ანუ წინა ორი კბილი. ზუსტად აქ დაგრძელებული ისე, რომ ადამიანი მთლიან არა, ოდნავ, ანუ მისაღებად, ოდნავ, მაგრამ მის იერსახე არის მთლიანად შეცვლილი. ანუ გაცილებით გაახალგაზრდებულია იმის გამო, რომ ორი კბილი ოდნავ გამოაჩინა. ეს რითი აი პროფესიონალმა урჩია კი. ამიტომ ვინირებით კი.
სპინირები. და უცებ უნდა ვისაგებოთ. რატო ხდება ის რომ ახალგაზრდა ასაკში, როდესაც იკეთებენ, არ ვიცი, ანუ ამ გადაკვრას, კი არა, ვინირი არ ამგონია გვირგვინებს, ასაკი ემატებათ ვიზუალურად. ამიტომ რომ გააჩნია როგორი გაკეთებია. რომ მე რაღაც უფრო მოუმატა ასაკი, იმის მაგალითად რომ პირიქით და. იმიტომ რომ პროთეზ გავს და ხელოვნური იერსახი აქვს, ხო? და ამის გამო, ანუ რეალობა არის ექიმი მხატვრის, ხო? ექიმი, ანუ გააჩნია როგორ შესრულდა სამუშაო, ტექნიკმა როგორ ემუშავა, კბილის ფორმა, ფერი, გამჭვირვალობა, ანუ ძირითადად რომ მიდიან და უნდათ ძალიან თეთრი კბილები და ისეთ სითეთრეს ითხოვენ, რომ როგორც წესი არაბუნებრივში იშდება და ნუ თუ პაციენტმა დაჟინებით მოითხოვა, ექიმი გააკეთებს რა თქმა უნდა, მაგრამ ექიმი გირჩევს როგორ ჯობია და პაციენტმა უნდა სელფი გვინდა კბილები, ის კბილებზე ყველაფერი გავარკვიეთ, მაგრამ აი წარბებსაც ისეთივე მნიშვნელობა კი არა და მე მგონი ძალიან შეერთებული წარბები თუნდაც სახეს პირქუს გამომეტყველებას წეს. ნინა ძალიან დიდი მადლობა. წარბი.